საუბარი. ბატონ აკაკი ჩარგეიშვილს მივესალმები, რომელიც დილის მონეტიზაციის სტუმარია დილამშვიდობის. ბატონო აკაკი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში, ჩვენ მოვისმინეთ ახლა რამდენიმე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დონორებთან ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს, იქ იყო მსოფლიო ბანკთან შეხვედრა, იქ იყო სავალუტო ფონდთან პირდაპირ კომუნიკაცია, აზიის განვითარების ბანკთან მუდმივად მიმდინარეობს ამ შემთხვევაში კოლაბორაცია და მე მაინტერესებს აი დღეს არსებული სიტუაცია მსოფლიოში, როდესაც დაკრედიტების პარამეტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გადახედილი. თავიდან ბოლომდე USAID-ც ამის ძალიან კარგი მაგალითი არის. თუმცა USAID ეს არ არის კლასიკური დონორი, ხო, ანუ ეს საფონდო სტრუქტურაზე აგებული მიმართულება არის მთელი მსოფლიოს კუთხით, მაგრამ კი ჩვენ შეგვიძლია ის გარკვეული მიმართულებებით მოვიხსენიოთ დოტაციის წყაროდაც. თუმცა მე მაინტერესებს აი დღეს არსებული სიტუაცია რა ტიპის გამოწვევების წინაშე აყენებს მსოფლიოს ქვეყნებს და ნუ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა ვადარდებს ყველაზე ძალიან და საქართველოს რა გამოწვევების წინაშე არის დონორებთან ურთიერთობის ნაწილში გისმენთ ყურადღებას. პირველ რიგში მოგესალმები ბატონო სანდრო. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თქვენს მაყურებელს ჩვენს ერს მთლიანად საქართველოს. ერთებით ნამდვილად. შეეხება დასმულ კითხვას და ფიქრობ რომ ბევრი უნდა ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ამ თემებზე. იმიტომ უყურეთ როგორი საინტერესო ვითარება შეიქმნა ერთის მხრივ დონორებთან მიმართებაში ძირითადი დონორი, ასე რომ ვთქვათ, საქართველოში, ქართულ ეკონომიკაში, სოციალურ ეკონომიკაში განსაკუთრებით და სხვადასხვა სფეროებში ხა დაფინანსებას იქ სადაც საგრანტო იყო შეზღუდული შესაძლებლობებისთვის, ან ვთქვათ, სხვა ეს პენსიურში და სხვაგან ეს კიდევ სხვა ერთ-ერთი კომპონენტია, სადაც ფული იხარჯებოდა. თუმცა საინტერესო პერიოდი მოგვიწია იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რა ხდება, ესე ვთქვათ, რა ინტერესები ეჯახებიან ერთმანეთს, საიდან გამოვდივართ, სად შევდივართ, რა გვინდა რაღაც აი ამ გაურკვეველ ვითარებაში ყოველდღიური აქციების ფონზე და ასე შემდეგ ერთის მხრივ გავაბრაზეთ, გავანაწყენეთ დონორები, იმიტომ რომ ქართულ ეკონომიკაში მონაწილეობა დონორებისა ძირითადად ეს არის დასავლური, ანუ ეს იყო USAID და სხვა ამერიკული დონორი ორგანიზაციები, რომელიც საერთაშორისოები არიან ცხადია. და ეს არის ევროპულები, რაც შეეხება აზიის და ასე შემდეგ სხვადასხვა საგრანტო ურთიერთობებში, იგივე თანადაფინანსების საკრედიტოში, რა თქმა უნდა, აზიის და იაპონიის საერთო აქტიურად ჩართული და ასე ანუ სხვა თუმცა მეტი წილი ამ სადონორო ინექციებისა, რა თქმა უნდა, ამერიკული და ევროპული იყო. საინტერესო იმიტომ აღნიშნა ამას, რომ აი ჩვენ სად ვართ და როგორ პოზიციონერებთ და იმავდროულად რაც შეეხება USAID ახსენეთ თქვენ იმავდროულად ეს USAID წარმოიდგინეთ რომ თავად განიცადა ერთგვარი ტრანსფორმაცია არ ვიცი ხა ეს კრიზისი არ არის უფრო ბლოკირებული მდგომარეობა არის თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის მე ეკონომიკურ სამართლებრივ ჭრილში უყურებ თავისთავად ცხადია უზარმაზარი სამუშაოები აქვს გაკეთებული ხო ანუ თავიანთი ინექციებით ეს არის დონორული დაფინანსება ჩვენი საგადასახადო სამართლებრივი რეჟიმის საბაჟო რეჟიმის სრულად გერმანული GIZ-ის ფონდის ანუ GTC-ს რასაც ვეძახით და USAID-ის საშუალებით სრულად დაფინანსებული იქნა რეფორმა ჩვენი გადახდის უნარობის გაკოტრების და ამ სამართლებრივ სივრცეში იმიტომ რომ ის საინვესტიციო კომპანიების გახსნის შესაძლებლობები, სადაც ჩვენ მაღალ ნიშნულზე ვიყავით, საინვესტიციო, ასე ვთქვათ, რეიტინგში რაც გვაკნინებდა საქართველოს, ეს იყო, რომ კომპანიის დახურვა სიძნელეებს უკავშირდება და ეს არ არის ერთდღიანი პროცესი და ეს არის დროში გამრცობადი პროცესი, ამიტომ აი აქ დიდი ინექცია იყო და ერთობლივად გაკეთდა ეს რეფორმა და შესაბამისად ერთგვარი მოვიპოვეთ ქულები საინვესტიციო რეიტინგებში ამ თვალსაზრისით, ანუ ისევე როგორც კომპანიების გახსნა, კომპანიის დახურვა, იმიტომ თუ ადამიანს გადაადგილება უნდა, გატანა უნდა ბიზნესის შემდეგ, ამაში ხელშეწყობა აუცილებლად უნდა იყოს. ამიტომ აი ეხლა ესეთი ჩამონათვალები შორს წამიყვანს საუბრისას, თუმცა ძალიან გულდასაწყვეტი იქნება მაგალითად სოფლის მეურნეობის სფეროში განსაკუთრებით ძალიან მაგარ თემას მიადგეთ. ბატონო, ერთ რემარკას გავაკეთებ თქვენი ნებართვით. ეხლა აი მე გამიჭირდება ბოლო წლებში
რეფორმის დასახელება საქართველოში, რომელიც ჩვენი პარტნიორის მსხვილი დონორი ორგანიზაციის ეგიდით არ არის განხორციელებული. ახლა ძალიან კარგად გვახსოვს იგივე საპენსიო რეფორმის ნაწილი და მისი სტარტი, როდესაც IBRD იყო ჩართული. გვახსოვს აი სოფლის მეურნეობაზე ბრძანეთ ეხლა და გეთანხმებით აბსოლუტურად, აი თუნდაც ის რომ ყოველს ხუმრობ ხოლმე ამაზე, მაგრამ ამაში ძალიან სერიოზული სიმართლე ურევია ამ ხუმრობაში. ფაროსანა ჩვენ დონორი ორგანიზაციასთან ერთად დავამარცხეთ. სრულად იქნა დაფინანსებული. ბეჭებზე დავდეთ ფაროსანა დონორი ორგანიზაცია. საინტერესო ფაროსანასთან ისიც არის, რომ ის არა მხოლოდ დაფინანსება და რაც ჩვენ დავინახეთ, ოკუპირებულ აფხაზეთშიც კი ეს აფხაზური საზოგადოება, ანუ იქ მცხოვრები გადმოდიოდნენ საქართველოს და სპეციალური პროგრამა, ანუ ენგურს მიღმა, ენგურს გადმოღმა, სპეციალური პროგრამა შეიქმნა დაფინანსებით და იქაც კი გავრცელდა დონორული, ანუ საქართველოსთვის გამოყოფილი დონორული დახმარება, აი ამ ქსელით შევიდა და ძალიან დიდი შეღავათი, იმიტომ რომ ციტრუსი მოგიხსენებათ, მძლავრად არის და სხვა ესე და აი ძალიან საინტერესო იყო ეს კომპონენტი, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ სოფლის აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა ეს დონორული თავის დროს. ეს ძალიან საინტერესო кейსი არის, არ ვიცოდი, სხვათაშორის და ძალიან კარგია რომ გააჟღერეთ პირდაპირ ეთერში. ბატონო გიგი, რა შანსები გვაქვს? ეხლა მე რატო ვსვამ ამ კითხვას? ეხლა პირდაპირ მინდა ხაზი გაუსვა, ეს მარტო საქართველოს გამოწვევა არ არის. ძალიან ბევრი ქვეყანა წარმატებული ეკონომიკებიც კი ძალიან დიდი დოზით არიან ხოლმე როგორც წესი დამოკიდებული პირდაპირ დოტაციებზე. ხო, ეს არის IBRD, ეს არის სავალუტო ფონდი, სამსოფლიო ბანკი. სხვადასხვა იაპონია ახსენეთ თქვენ და იაპონიის მთავრობა და ასევე გერმანიის განვითარების ბანკი KfW ეს საქართველოს მთავარი კრედიტორები არიან. ენერგეტიკის სფეროში უდიდესი კონტრიბუციები არის განხორციელებული. აი მე რა მაინტერესებს ახლა მაშინაც და იმ მოცემულობაშიც კი, როდესაც ახლა აი მათ შორის თურქეთიც რო ავიღოთ, ხო? ანუ ძალიან დიდი დოზით არის, მათ შორის თურქეთიც ამ შემთხვევაში სასესხო კომპონენტებზე დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით, ხო? მე მაინტერესებს ჩვენი რეალობა, ხო? ეხლა ღმერთმა არ დაგვაყენოს იმ მოცემულობის წინაშე რომ გადაიხედოს პირობითად ეხლა პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ეხლა KfW-ს ნაწილი, თუნდაც იგივე სავალუტო ფონდი, IBRD, აზიის განვითარების ბანკი, რიკოც მონაკვეთი, ვისი კონტრიბუციით კეთდება, ხო? ყველაფერს თავი დავანებოთ. აქედან გამომდინარე, ღმერთმა არ დაგვაყენოს ამ მოცემულობის წინაშე და იმედია ეს მოცემულობა არც არასდროს არ დადგება, მაგრამ მე მაინტერესებს აი დღეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები, ხო? რომლითაც ფაქტიურად ყველა დონორი ორგანიზაციის მოქმედების არეალი, გარკვეულწილად გადაიხედა, ხო? იქ პრიორიტეტები აიწონა, გარკვეული რისკების კომპონენტი გაჩნდა, რომელიც თუნდაც 10 წლის წინ არ იყო ისეთი დოზით, როგორც ახლა არის. შესაბამისად, მე მაინტერესებს აი ყველაზე ცუდი სცენარითაც რო ვიფიქროთ, ხო? ანუ საქართველოს რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი სამწუხაროდ არის იმთავითვე დოტაციური, ფისკალურ თეზისებზე აგებული ერთის მხრივ და მეორე საერთაშორისო დონაციებზე აგებული, რა შანსები შეიძლება გქონდეს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს ინდივიდუალურად? კი, კითხვა მნიშვნელოვანია შინაარსობრივი თვალსაზრისით. მოდით ორ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი ის, რომ შუა დერეფნის იდეას გეოგრაფიულად ვერაფერი შეცვლის. ცხადია. იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმ გზა გასაყარზე, სადაც უზარმაზარი პოტენციალის შესაძლებლობები გვაქვს და შუა დერეფანზე მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ და საქართველო არ საუბრობს. ამაზე საუბრობენ როგორც პარტნიორები, ამაზე საუბრობენ სახელმწიფოები, იმიტომ რომ მათთვის საქონელ ბრუნვას აქვს უზარმაზარი და დალოცვილი ჩვენი ქვეყანა ღმერთმა გვარგუნა, გვაქვს ზღვა, გვაქვს ხმელეთი, მიწა, ანუ წყალი, ზღვა და გვაქვს ჰაერი. ანუ ყველანაირად სივრცობრივად შუა დერეფნის იდეა ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. რაც შეეხება დონორების მონაწილეობას, აქაც უზარმაზარი არის მათი წვლილი. ერთადერთი ხა თუ დავიკეტებით როგორც ქვეყანა, ანუ ჩვენ რომც არ გვინდოდეს მოთხოვნა ჩვენს გამტარ არხებზე, საქართველოზე, ზღვაზე, აერზე, ხმელეთზე არის დიდი. შესაბამისად ის გადახედვის პოლიტიკა რაც დღეს მიდის, მოთხოვნა რადგან არსებობს, ესე არის ხოლმე ნათქვამი, რომ ბუნებაში ვაკუუმი არ არსებობს, ანუ რაღაც სარიელი სივრცე არ შეიქმნება, უბრალოდ სამწუხარო იქნება თუ კი სხვა ჩაანაცვლებს ამ დონორებს, დასავლეთს, ჩვენ პარტნიორებს, თორე ის დამოკიდებულება, რომ შუა დერეფნის იდეა სადმე წავიდეს, გარდა ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩავიკეტოთ, მხოლოდ ამ იდეისა, თუ კი პარტნიორების
იდეები, ანუ დაფინანსება, დონორობა არ იქნება, რა თქმა უნდა, შეიქმნება სივრცე, ვაკუუმი, არ არსებობს ეკონომიკა მოთხოვნა მიწოდებაზეა თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენება დაწყობილი, შესაბამისად ესენი არსად არ დაიკარგ, ნელ-ნელა ეს კომპონენტები აუცილებლად შეიცვალა. აქ ერთადერთი გულდასაწყვეტი ის იქნება, თუ კი ეს კომპონენტები გამოეცლებიან და სხვისი ჩანაცვლება, ამიტომ ის სხვა ვინ იქნება, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მსოფლიო არენაზე სხვა არ ჩანს. ანუ გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა, მაინც ვაწყდებით მსოფლიო ბანკთან დაკავშირებულ ძალიან დიდი ჩვენი ეროვნული ბანკი მთლიანად სისტემა საპენსიო ფონდი ახსენეთ გადახლართული არის ის საკანონმდებლო კუთხითაც მე არ ვარ ეკონომიკით და დაფინანსებით. ის რაც გვაკლია საბირჟო ურთიერთობა, ფულის მოზიდვის შესაძლებლობები, ეს მუდმივად რჩება ჩვენი ქვეყნის თავის ტკივილად, სამწუხაროდ, დომინირებული ბანკების, ასე ვთქვათ, გამომდინარე, თუმცა აი ეს ვაკუუმები მაინც არის იმის ნიშნები, რომ იგივე EBRD, იგივე სხვა დონორები, ესე ვთქვათ, ეს დამოკიდებულებები, იმიტომ რომ ჯერჯერობით მათი ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა USAID გაჩერდა, მათი ალტერნატივა დღეს ესე პირდაპირ არ ჩანს. ამიტომ მოთხოვნა მაინც არის, შესაბამისად გვინდა თუ არ გვინდა რაღაც ესე ვთქვათ გამოძახილებს მაინც ვახერხებთ იმისა, რომ ამ სოფლიო ეკონომიკურ ნაწილში, სადაც დონორების მონაწილეობა საინვესტიციო კუთხით, იმიტომ რომ ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც უნდა რომ შემოვიდეს საქართველოს სივრცეში, შუა დერეფნის სივრცეში, სამეზობლო სივრცეში და ამ შემდეგ, მას აუცილებლად ჭირდება კვლევები, მას აუცილებლად ჭირდება ციფრები, რაზე დაფუძნებითაც მანაც უნდა გააკეთოს. მას აუცილებლად ჭირდება ის გამტარუნარიანობის შესაძლებლობები, ენერგეტიკული პოტენციალი და ამ შემდეგ და ამ ინფორმაციების მფლობელი, იმიტომ რომ ეს არის ის რესურსი, სადაც სახელმწიფოები როგორც წესი დიდ თანხებს არაბადებენ და აქ აბანდებენ აი ეს საინვესტიციო მოზიდულობისათვის სწორედაც რომ დონორები, ხო? იმიტომ რომ ეს არის ის თავისუფალი სივრცე, რომ შესაძლებლობა მიეცეს ადამიანებს, ინვესტორებს აქ ციფრებზე დაყრდნობით მოახდინონ ჩვენ ქვეყანაში კონკრეტული თავისი საინვესტიციო სეგმენტის მოძებნა, ხო? აქედან გამომდინარე ეს მოთხოვნა მიწოდება დღეს რაღაც ერთგვარ შეფერხებაშია, თუმცა ხო გეუბნებით მოთხოვნა მაინც არსებობს, შუა დერეფნის იდეას ვერავნერ გააუქმებს, ეს ესე თქვა დამკვიდრებული არის ჩვენთვის. ეხლა საუბარია იმაზე, რომ ამ გადალაგების პროცესებში არ გავაჩინოთ ვაკუუმები და რაღაც გაუგებარი ან სხვა სივრცობრივი ნაწილი არ შემოვიდეს ჩვენთან და მთავარია დავიცვათ თუ რაღაც დროებით პერიოდში არ იქნება საერთაშორისო დონორის მონაწილეობა ჩვენ სახელმწიფომ გავითვალისწინოთ რაღაც პრევენცია მოახდინოთ ამ ურთიერთობებში გავითვალისწინოთ და ჩვენ თვითონ შევძლოთ და შევქმნათ აი გახსოვთ თქვენ ჩვენ მცირე მთავრობის იდეაზე როცა დავანგრიეთ ხო ეს მითი როგორ შეიძლება საქართველოს იყოს შუა დერეფნის მფლობელი სივრცობრივად და ჩვენ ტრანსპორტის სამინისტრო როგორც ასეთი არ კონდეს ხო საჰაერო მიმოსვლა რაღაც დეპარტამენტებით გვაქვს საზღვაო მიმოსვლა დეპარტამენტ ანუ აუცილებელი არის ჩვენთვის ის კომპონენტები ის ორგანიზაციები და ის დაწესებულებები რომლებიც შეავსებენ ამ ვაკუუმს და შესაბამისად ჩვენი ეს სიძლიერე უნდა შენარჩუნებული იქნეს და რა თქმა უნდა დონორები და ყველა კიდევ გამოყვებიან ამ ურთიერთობებში. შთამბეჭდავი აქცენტებია ტრადიციისამებრ, შთამბეჭდავი ჭეშმარიტად და რა ვიცი მე ძალიან მიჭირს ხა არც ერთ თქვენ არ დავეთანხმო არც ერთ თქვენ განცხადებას რომელიც გააკეთეთ, იმიტომ რომ ხო ეს არის რეალურად გამოსავალი, მათ შორის ჩვენ უნდა ვიფიქროთ გარკვეულ რისკებზეც, უნდა ვიყოთ სახელმწიფომ თავისი წვლილი აუცილებლად უნდა გადადგას. და სხვათა შორის აი მე ვერანაირად ვერ მოვეშვები მე და აი ამ მცირე მთავრობის კონცეფციასაც ძალიან კარგი ეთერი გამოგვივიდა აღდგომებამდე და დარწმუნებული ვარ რომ აი ამ აქცენტებით კიდე და კიდე მოკლედ გავანებივრებთ ჩვენ მრავალრიცხოვან და ერთგულ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ტრადიციისამებრ ძალიან საინტერესო საუბრისთვის მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი პასუხობდა გადაცემა დილის მონეტიზაციის კითხვებს